საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდიდან და ეხლა მაინტერესებს პირველი შემომსვლელი დავინახო, ეს პირველი პირდაპირ ეთერია ჩვენი გვერდიდან და საინტერესოა თუ ვართ ეხლა ეთერში და დამიწერეთ კომენტარი, იმედია ვართ და იმედია ისმის ხმა. მოკლედ, მინდა მოგილოცოთ მეგობრებო, დღეს პირველად გავდივართ პირდაპირ ეთერში აგერ ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდიდან. Facebook-ს აქვს თვითონ ესეთი წესი, რომ შექმნიდან 2 თვე სჭირდება, გავიდა ეს დრო და ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ყოველთვის ჩვენს პირდაპირ ეთერებს გავუშვებთ ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდიდან, აი ამ გვერდიდან. და ყველას გთხოვთ გამოიწეროთ ეს გვერდი, წინ მეტად საინტერესო პოლიტიკური დისკუსიები გელოდებათ, პოლიტიკური გადაცემები, ძალიან საინტერესო, პირდაპირ და მართალი სიტყვა ყოველთვის იქნება აი ამ გვერდიდან გაჟღერებული. ეხლა ყოველდღე ცუდი ინფორმაციები მოდის, მე მქონდა ეს ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრეც, მაგრამ ვიდრე ოფიციალური რაღაც ის არ გვექნებოდა წყარო, მაინც არ მინდოდა გამეხმაურებინა. დღეს უკვე ოფიციალურად არის უკვე გაჟღერებული კიდევ ერთი ქარაქური, კიდევ ერთი უბანი, არაბული უბანის აშენება იგეგმება თბილისის ქედზე. თავისუფლების მოედნიდან ესე 14 წუთის სავალზე, ეს იქნება ძალიან მდიდრებისთვის, ასე ვთქვათ, ელიტური საზოგადოებისთვის, არაბული საზოგადოებისთვის განკუთვნილი, ვინაიდან თვითო ბინა ეღირება ყველაზე ძვირად ღირებული $5,500,000, ხოლო ყველაზე იაფი $330,000. აქ მეგობრებო, ყველაფერს გეგმავენ, რა თქმა უნდა, ეს არაბული კომპანია, რომელიც დუბაიშია შექმნილი, ეს კიდევ ახალი კომპანია შემოდის თბილისში. ეს აშენებს და მას, ესე იგი, განზრახული აქვს, რომ აშენოს იქ, როგორც ესე იგი, საბავშვო ბაღები, სკოლები, სამედიცინო ცენტრები, მთლიანი ინფრასტრუქტურა, ესე იგი, საცხოვრებლად და რაც მთავარია, წარმოიდგინეთ თქვენ 18 გოლფის მოედანი, რესტორნები, კაზინოები, კაფეები, გასართობი ცენტრები. ნუ აქ უკვე ალბათ ყველასათვის გასაგები ეს უბანი კი აღარ არის, უკვე რაღაცა კიდევ ქალაქია, ახალი ქალაქში ქალაქი და წინ გველოდება აი ესეთი კიდევ ერთი დიდი შემოსახლება. არ ვიცი ახლა ჯერ კიდევ თუ რამდენი იქნება მოსახლეობა, რამდენზეა გათვლილი ეს, მაგრამ საკმაოდ დიდი ტერიტორია. ძალიან ცუდი პერიოდი უდგა საქართველოს. ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფერზე არის ის, რომ ჩვენ ქართველები უნდა გავერთიანდეთ. ის ჯანსაღი ძალა მხოლოდ და მხოლოდ ამაშია გაერთიანებაში, ყოველგვარი პარტიების გარეშე და ყოველგვარი რაღაცების გარეშე სამშობლოს გადასარჩენად ჯანსაღი მთელი ქართველობა უნდა გავერთიანდეთ. მე ასევე ვიდრე დავაანონსებთ ეხლა ხვალინდელ და ზეგინდელ ძალიან მეტად საინტერესო ჩვენი გვერდიდან გავა ეს ხვალ და ზეგ. მანამდე კიდევ მინდა შევეხო ერთ საკითხს, ერთ მთავარ საკითხს. ყველაფერი ეს რომ განახორციელოს აი ამ დღევანდელმა ხელისუფლებამ, ამ რეჟიმმა, მას ჭირდება ისეთი დიქტატორული კანონები, რომ ხალხის ხმა არ ისმოდეს, ხალხი შეაშინოს, დააშინოს და ესე იგი ჩაიკეტონ სახლებში, წინააღმდეგობა არ ქონდეთ. ანუ ეხლა კიდევ ერთ კანონს განიხილავენ, თუ სისტემური ლეგიტიმაციის აღიარების წინააღმდეგ წავა ესა თუ ის ჯგუფი პოლიტიკური თუ ესა თუ ის ადამიანები, სისხლის სამართლის პასუხისგებლობით უნდათ რომ დასაჯონა. ანუ ამისი რატიფიკაცია ჯერ არ მოხდა რა პარლამენტში,
მაგრამ უახლოესი გაზაფხულის დომაზე აპირებენ და მინდა ეხლა ამას მე პასუხი გავცე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ რა უნდა ვაღიაროთ, როგორ უნდა ვაღიაროთ ეს სისტემა ლეგიტიმურად, მოდით აბა თავიდან დავიწყოთ. როგორ ვაღიაროთ რეჟიმი, აი ეს რეჟიმი, რომელიც სისხლიანი 91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან იღებს სათავეს, რომელმაც დაამხო კონსტიტუციური სახელმწიფო, ვერაგულად მოკლეს მთელი ქართველი ერის მიერ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია, სისხლში ჩაახშვეს მშვიდობიანი მანიფესტაციები და პირდაპირ დამიზნებით კლავდნენ ქუჩაში მშვიდობიან ხალხს. უამრავი ადამიანი ჩახოცეს, 7 გზის 8 გზის აიკლეს და აწიოკეს სამეგრელო და სოფლებიც კი გადაწვეს. მთლიანად ესე იგი ამ რეჟიმმა ესე იგი გააკულაკა მთელი საქართველოს მოსახლეობა, მთელი დანაზოგები რაც კი ჰქონდათ ნაწვალები ხალხ მთლიანად მოატყუეს, შეატანეს ბანკებში და მთლიანად წაიღეს ის ფული. მთლიანად გაუპარტახეს, დაანგრიეს, რაც კი საბჭოთა კავშირის დროს იყო შექმნილი ფაბრიკები, ქარხნები, ყველაფერი გაუყიდეს და ერთი მუჭა თაღლითების აი ამ რეჟიმის მამამთავრების ხელში ჩავარდა. შემდეგ მეგობრებო, კარგად იცით, რომ დაწყებული შევარდნაძიდან, სააკაშვილიდან და კიდევ დღევანდელი რეჟიმი მილიარდები აქვს გატანილი ქვეყნიდან და მოპარული. გაყიდული აქვს მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი მიწებისა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, კიდევ ერთი არაბული კომპანია რომ შემოდის. ყიდიან ყველა ცენტრალურ შენობებს. გაგვიყიდეს დავითგარეჯი, გაასხვისეს შიდა ქართლი და აფხაზეთი. აი რომელი ერთი ჩამოთვალო, ესე იგი ამ 34 წლის მანძილზე იმხელა ღალატია ქვეყნის წინაშე ამ რეჟიმის მიერ, ესე იგი ჩადენილი, ამის ანალოგია მე არ მეგულება რომელიმე სახელმწიფოში სადმე არსებობდეს მთელი დედამიწაზე თუ არსებობს ასეთი რამე, რომ რომელიმე ჯგუფს, რომელიმე რაღაცა იმას ჩაედინოს ესეთი რამე. და დაუმატოთ ამას ის, რომ მთელი ქართველობა გააქციეს ქვეყნიდან და ქვეყანაში ახლა უკონტროლო მიგრაცია ხედავთ თქვენ, გადააშავეს მთელი საქართველო. და ახლა გვეუბნებიან, თუ თქვენ ამას არ აღიარებთ, ამ სისხლიან რეჟიმის ლეგიტიმაციას, და მე ამიტომ უწოდებ სისხლიანს, რომ თუ ქართული ოცნება ახლა მაინც და მაინც სიტყვაზე ყობახიძეა და ყობახიძის მამა კი ერია, დიდადერია მამალი პუჩისტი იყო სახელმწიფო გადატრიალებაში და საერთოდ ისინი ზოგი მონაწილეობდნენ, ზოგი მათი წინაპრები მონაწილეობდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ლეგიტიმაცია სამართალმემკვიდრეობა მათი სათავეს იღებს შევარდნაძიდან და აი სამართალმემკვიდრეობაა და ესენი ერთნი არიან, შევარდნაძის მთავრობა, სააკაშვილის მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. და თუ ჩვენ მაგალითად ესე იგი ამ მათ მიერ როდესაც რატიფიცირებას გაუკეთებენ, არ დავემორჩილებით, გვემუქრებიან დაპატიმრებით. ესე იგი გამოდის ის, რომ მთელი კანონიერი ხელისუფლება, ესე იგი ეს მთელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს შემადგენლობა, მთელი ადგილობრივი და თვითმმართველობების წარმომადგენლები და აბსოლუტურად ყველა მთავრობის წარმომადგენლები ასევე, ვინც კი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და არ აღიარებს, რა თქმა უნდა, 34 წელი აი ამ რეჟიმის, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციას, ესე იგი მათ სურს, რომ ამ კანონის თანახმად დაგვაპატიმრონ. კი ბატონო, აბა სცადეთ. ჩვენ ჯერ ერთი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები არა ვართ მარტო აი ამ სისტემის წინააღმდეგ, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობთ საერთოდ და რომელი ლეგიტიმური არჩევნები თქვენ ჩაატარეთ.
ჯერ სულ ლეგიტიმურად დანიშნული ყოფილიყო, ჯერ ეს არალეგიტიმურად დანიშნული იყო, ეს ყველა მიცის და სულ ლეგიტიმურად დანიშნული ყოფილიყო 35% რომ მიიღებს მონაწილეობას, რატომ არის ლეგიტიმური და რატომ არ არის 65%, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არიღებს. აი გეკითხებით, რატომ უნდა იბატონოს 35%-მა 65%-ს? მერე თქვენ ქართული ოცნება ხართ 75%-ის, რაც ბოლო არჩევნებში დაიწერეთ, 75%-ის 40%, დაახლოებით 15%, ესეც გაყალბებული სიებით და რაც არის, მაგრამ კარგი, გავანებოთ ამ გაყალბებას თავი, 7 კაციდან 1 კაცი რო აგირჩევთ. ეს არის ლეგიტიმაცია, ამას ეძახით თქვენ აი ეს არის თქვენი ხელისუფლება, ეს არის ყალბი არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლება და ვერავითარ შემთხვევაში თქვენ ქართველი ერისგან ვერ ეღირსებით ლეგიტიმაციას. რანაირი კანონებიც არ უნდა გამოსცეთ, ეს კანონები უკან დაგიბრუნდებათ და ყველას უკან დაგიბრუნდებათ ისე, რომ ძალიან მწარედ იდანებთ ყველანი. ჯერ ერთი ლეგიტიმაციის აღიარება არ ხდება ძალის მეშვეობით და სისხლის სამართლის კოდექსებით. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო სარბიელზე ყველგან მოწერილი აქვს ხელი, რომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვან, გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვან ადამიანისა და თავისუფალი გამოხატვის უფლება უნდა კონდეს ნებისმიერ ადამიანს თუ ჯგუფს. ეს შემინებაა მე როგორ მიმაჩნია თქვენ ხართ თუ არა ლეგიტიმური და ამის გულისთვის თქვენ სისხლის სამართლისის გამოიყენოთ იქ, ეხლა კიდევ უნდა რატიფიცირება გაუკეთოთ იმას, რომ კიდევ იქ რა ქვია ტროტუარებზე დააკავოთ ხალხი და სისხლის სამართლის საქმეები აღუძრათ. ესე იგი დაიჭიროთ ყველა, დარჩეთ თქვენ, ესე იგი კობახიძე, რა ქვია იმას კიდევ დინარაძე, ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი შეყაროთ ციხეში და აქ დადგეთ მერე და აშენოთ არაბული ქალაქები, არა ასე გადაგიწყვეტიათ? ძალიან ცუდია თუ ასე გადაგიწყვეტიათ და ძალიან ცუდად ეთამაშებით ქართულ ხალხს. ძალიან ცუდად. ამიტომ მეგობრებო, მე ახლა არ გავაგრძელებ მე ამაზე ბევრ საუბარს. მე პირველ რიგში გეტყვით ახლა რომ ხვალიდან ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან ვიწყებთ ყოველკვირეულს, ანუ პარასკევობით 18 საათზე გვექნება, ფიქრობდი ასე დებატების ფორმატში, მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ დისკუსია, საჯარო დისკუსიას ვუწოდებთ, იმიტომ რომ აქ ყოველთვის საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს დაახლოებით 10 კაცზე მეტმა, სხვადასხვა ჯგუფებიდან მოვიწევთ ხოლმე ადამიანებს თემის შესაბამისად და ასევე რიგითი მოქალაქეებს ჩვენს მხარდამჭერებს თუ არა აუცილებელი ჩვენი მხარდამჭერი იყოს, ნებისმიერს ვისაც თავის სამშობლო უყვარს და აწუხებს და აი ამ თემას რომელსაც გამოვაცხადებ, სურს რომ მიიღოს მონაწილეობა, შეუძლია მოვიდეს და დაესწროს მიიღოს მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ყოველ პარასკევს გავა 18 საათზე პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიიდან, რუსთაველის 18 ნომრიდან. ვისაც სურვილი გექნება, წინასწარ მოგწერეთ და ჩვენ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ და დავაკმაყოფილებთ თქვენს თხოვნას. ეხლა მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო. შაბათს გვექნება დებატები, ესე იგი ჩვენთან მოისურვა მოსვლა ბატონ გურამ აფსანძემ და დებატებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამიჯნული ვართ აი ამ ხალხთან, ქართველთა დიდი გაერთიანებას და პირადად მეც. რა თქმა უნდა, გვაქვს პოლიტიკური დაპირისპირება, აზრთა დაპირისპირება,
ფუნდამენტური დაპირისპირება. ნამდვილად არ ვიზიარებ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, თითქოს რომ კანონიერი ხელისუფლება აღადგინეს. მე ახლა აქ არ გავშლი თემას, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა უფლება არ ქონდა უარი მეთქვა, მოვიდნენ კი ბატონო, შაბათს 19 საათზე იქნება პირდაპირ ეთერი. მე ერთს ვიტყვი უბრალოდ, რომ ისე არ გავრცელებულიყო, როგორც ახლა შაშიაშვილზე თითქოს ჩვენ მოვიწვიეთ, შუაში ჩავიცვით და კაცი ძალიან ავიცი რა, ესე იგი სასამართლო მოუწყეთ, ეს არის ტყუილი, შაშიაშვილმა თვითონ მოინდომა, თვითონ გამოთქვა სურვილი და დაგვირეკა და უნდა მოსვლა, მისი სურვილი იყო ასევე ბატონი დემურიც რომ ყოფილიყო აქ, ადამიანურად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადამიანთან, მაგრამ რონახა წინააღმდეგობა ისე დახატა სურათი თითქოს ჩვენ დავჩაგრეთ არა და ყველაზე დიდი დრო მას ჰქონდა იქ საუბრისა და მინდა ისიც აღვნიშნო, რაზეც ჩვენ მოწვეული ყავდა და რაზეც ეს დებატები უნდა გამართულიყო სამართლებრივ საკითხებზე, არც ერთ სამართლებრივ საკითხს არ გასცა პასუხი და მხოლოდ აი ზუსტად ისევ ისეთი თემურ შაშიაშვილის სახი აჩვენა, რასაც იქ უწოდებენ ლიკლიკაძეს. არც ერთი სამართლებრივ საკითხს არ გასცა პასუხი და სულ სხვაგან გადადიოდა რაღაც იმეებში, მე ეს გამიკეთებია, მე არ გვაინტერესებდა ეგ, მაგრამ ნუ ასე ისაუბრა. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ შეუშალა ხელი კონსტიტუციურ სამართლებრივ აღდგენას და თუ შეუშალა ამდენი ხნის გადასახედის შემდეგ თელიერი რომ მისჯება აი ამ რეჟიმის ხელში, იქნებ მოენანიებინა ჩვენ ზათ ვიყავით ხელი ჩამოგვერტება პირდაპირ ეთერში. მაგრამ ეს არ მოხდა, მან ეს შანსი გაუშვა ქართველიერის წინაშე, რომ სინანული ზოგს გონია რომ დამამცირებელია პირიქით. სინანული ახლოვებს ღმერთთან ყველას. ასევე ახლა მე მინდა თქვა წინასწარვე, არ ვიცი რა პოზიცია უჭირდა და რატომ მოიწადიდეს ჩვენთან მოსვლა პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა იქნება ძალიან მძიმე კითხვები და მე მოველი რომ უნდა გასცეს იმ პასუხებს ფუნდამენტურად სამართლებრივად პასუხი და არა მხოლოდ ლაილაი. თუ ესე გაგრძელდება და ვერ მივიღებთ ვერცეთ სამართლებრივ პასუხს, მაშინ მე იძულებული ვიქნები შევწყვიტო პირდაპირ ეთერი და ვთქვა რომ იგი არ სცემს არც ერთ პასუხს სამართლებრივად, სწორად, გინდა სწორად და გინდა არასწორად, თავარია გასცეს პასუხი, მაგრამ პასუხი უნდა გასცეს იმ ყველაფერს, როდესაც ის არქმევს თავის თავს, რომ მე ვარ კანონიერი ხელისუფლება და მე სესია ჩავატარე და აღვადგინე კანონიერი ხელისუფლება, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და ყველა იმ სამართლებრივ კითხვას პასუხი უნდა გასცეს, რასაც ქვია კონსტიტუციური საკანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ეს კითხვები მას დაესმევა აუცილებლად და არ ვიჩქაროთ წინასწარ ყველაფერს შაბათს 19 საათზე თქვენ პირდაპირ ეთერში თქვენი თვალით ნახავთ და თქვენ განსაჯეთ მე ვინ მართალი და ვინ ტყუანი. სულ ეს მინდოდა მეგობრებო მეთქვა, ყველამ გამოიწერეთ ახლა ეს გვერდი, ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდი. იმედი მაქვს რომ ბევრი გამოიწერთ და ძალიან სწრაფად მიდის წინ გამომწერების რაოდენობა, სულ რაღაც 2 თვეში უკვე 22,000 ადის და კარგია სწრაფი ტემპია. ჩვენ ასევე სწრაფი ტემპებით მუშაობთ იმაზე რომ გავაერთიანოთ ქართველიერი. ეხლა თიანეთში ვიყავით და იცით თქვენ, ვაპირებთ ძალიან მალე უკვე სვანეთის მხარეს გასვლებს, ასევე გვინდა ქუთაისისკენ და გვინდა სამეგრელოში აუცილებლად აი ამ გზებს ვეძებთ, რომ იქ კარგად დავგეგმოთ ზუგდიდში და ესე იგი მთელი ჯანსაღი ქართველიერი უნდა დადგეს არა პარტიაში, არამედ ჯანსაღი ქართველთა დიდი ერთობა უნდა გავაკეთოთ, რაც მართლაც არ გაკეთებულა საუკუნეებია. თუ არ გავაკეთეთ ეს დროულად, თქვენ ხედავთ უკვე მთლიანად ის როგორც აი დავით აღმაშენებლის მთელი მოღვაწეობას რო გადახედავთ, როგორ ანთავისუფლებდა თბილისს, დიდგორიც კი აღებული ჰქონდა და თბილისი არ ჰქონდა ჯერ კიდევ, ხო, ის რა ქვია, განთავისუფლებული, მთლიანად გარშემო, ჯერ მთლიანად აიღო ყველაფერი და ახლა ეს არაბები მთლიანად გარშემო იპყრობენ და ფაქტიურად თბილისი ალყაში ექცევა. მთლიანად უხმლოდ, უთოფოდ მოდიან, ყიდულობენ, დიდი ფული აქვთ. ჩამოსული არის ახლა
ძალიან დიდ რაოდენობის ბროკერები, ბლოგერები დაახლოებით რამდენიმე ასეულია ეს და პირდაპირ ეთერში თბილისიდან გადასცემენ არაბეთში რომ ჩამოდით ნახეთ რა მაგარი ადგილებია სასწრაფოდ შეიძინეთ და ყველაფერი უკან დაგვრჩება მეგობრებო თუ არ გავერთიანდეთ მადლობთ ყურადღებისთვის ყველას ველოდებით მე ხვალ თქვენ 18 საათზე ჩვენ დიდი დისკუსია გვექნება დაახლოებით 12-13 ადამიანი იქნება, ზოგი ნაცნობი, ზოგი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და სწორედ აი ამ ტკივნეულ თემებზე გვექნება საუბარი. მადლობთ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ყველა უნდა დავირაზმოთ ერთად, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მადლობთ ყურადღებისთვის.